შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე 1 საათით ადრე მიაღწიეს. დონალდ ტრამპი საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას იმ პირობით დასთანხმდა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა. შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში ხიდებსა და ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები აღარ მიიტანა. დონალდ ტრამპი გასული დღეების განმავლობაში ირანს აფრთხილებდა, რომ თუ თეირანის შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, მთელი ცივილიზაცია დაიღუპებოდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაში წერს. ვესაუბრე პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფსა და ფელდმარშალ ასიმ მუნირს. მათ მთხოვეს, რომ ირანის მიმართულებით დამანგრეველი იერიშები იმ პირობით შემეჩერებინა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეს სრულად დაუყოვნებლივ და უსაფრთხოდ გახსნიდა. მე დავთანხმდი ირანის დაბომბვა და თავდასხმა 2 კვირით შევაჩერო. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა დასახულ სამხედრო მიზანს უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ. ძალიან წინ მივიწევთ საბოლოო შეთანხმებისკენ, რომელიც ეხება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში დონალდ ტრამპი წერს, რომ ეს შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ოქროს ხანის დადგომის წინაპირობაც კი იყოს. დღეს მსოფლიო მშვიდობისთვის დიდი დღეა. ირანს ეს უნდა, საკმარისად ბევრი რამ გამოიარეს, ასეა ყველასათვის. ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის განტვირთვას. ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგმება, დიდი ფული გაკეთდება. ირანს შეუძლია დაიწყოს აღდგენის პროცესი. ჩვენ რეგიონს სხვადასხვა სახის რესურსით მოვამარაგებ და უბრალოდ ადგილზე ვიქნებით, რათა დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. როგორც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაფასებთ, ეს შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა იყოს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა და რომ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ისლამაბადში პარასკევს დაიწყებს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ის ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დასთანხმდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. გადაადგილება ირანის სამხედროების კონტროლის ფარგლებში იქნება დაშვებული. საბჭოს განცხადება ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა გაავრცელა. სანამ ამ გამარჯვების დეტალების საბოლოოდ არ განისაზღვრება, ოფიციალურ პირებს მართავთ გამძლეობა. უნდა გაგრძელდეს გონივრული მართვა. საჭიროა ირანელი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობის შენარჩუნება. თუ ირანის წინააღმდეგ შეტევები შეწყდება, ირანის შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავიანთ თავდაცვით მოქმედებებს. 2 კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით. ეს მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან სრული უნდობლობის პირობებში პარასკევს 10 აპრილს ისლამაბადში დაიწყება. ირანი ამ მოლაპარაკებებს 2 კვირას დაუთმობს. ორივე მხარის შეთანხმების შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს. ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. გეგმის სპარსულ ვერსიაში ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში ურანის გამდიდრების შესახებაც წერია. თუმცა ინგლისურ ვერსიაში ეს მონაკვეთი ამოღებულია. თავდაპირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის მიერ წარმოდგენილი 10 პუნქტიანი გეგმა კარგი სამუშაო საფუძველი იყო, თუმცა მოგვიანებით მას თაღლითური უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ირანის ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტა ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ირანი ასევე ითხოვს რეგიონიდან ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ძალების გაყვანას, სანქციების მოხსნასა და გაყინული აქტივების კვლავ გამოყენებას. ირანის გეგმის თანახმად, ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადების დაწესება შეეძლებათ. მას შემდეგ, რაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდნენ, ნავთობის ფასები 17%-ით დაეცა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდა ისრაელიც, თუმცა ამის მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. შეთანხმების დადებასთან ერთად, საჰაერო იერიშები მიიტანეს როგორც ირანსა და ისრაელზე, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზეც. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ირანს შეეხება და აქ არ იგულისხმება ლიბანი, სადაც ისრაელი დაჯგუფება ჰეზბოლას წევრებს ებრძვის.